ჩაის დალევასაც არ გაცლიან. ჩაი, ვინ არის? ახტება, ამბავია. აბა შენედით ბავშვებო? რას ვეუბნებით ირაკლი ბიძიას? გამარჯობა ირაკლი ბიძია. გამარჯობა პატარა ტორონჯაძეებო, დიდოც. გამარჯობა ირაკლი. ბავშვებო, აბა დასხრით ეხლა მე მოვალ. კარაქიანი პური გავუმზადე ჩემ ბიჭებს, იმიტომ რომ ჩემ სახლში ესეთი არეულობა, ესეთი მწვერია, ხო? გასაგიჟებელი და აქ ჩაის დავალები თუ აი ახლა ადუღდა წყალი. ახლა ადუღდა. ურაბა ხო? კი, შინდი, კომში, ლეღვი სანამფროს უნდა იყოს. ყველაფერი უყვარდებით. ხო. მოდი ბავშვებო, ესე იგი, ხომ გახსოვთ, მოწინააღმდეგის არ უნდა შეგეშინდეთ, ხო გახსოვთ? როგორც კი ბურთს დაიჭერთ ხელში, ეგრევე გავიხართ მოწინააღმდეგის მხარეს. იქით ამ მხარეს. რას ლაპარაკობ, კეთება? რა ბურთს აიღებენ ხელში, კაცო? რა ბურთს აიღებენ ხელში? ამერიკული ფეხბურთი მეგონა უცებ. ხო, ამათ ხო დღეს სოკერი აქვს სათამაშო. ამიხსენით წყნარად, რა ხდება? მთელი ტორონჯაძეები რომ შემოვარდით ჩემი ჩათვლის მოედანში. მითხარეო, რა ხდება? რა ხდება, ირაკლი? დღეს არის ის დღე, ბავშვებს, ჩემი ბავშვები რომ მომიხსნეს, იქ გუნდის ბავშვები. ასაკი რო ქონდათ გადაკეთებულია, ჩემები რომ მიმყავს ახლა სათამაშოდ, ის დღეა დღეს. დღეს აქვს თამაში. რას ლაპარაკობ? აბა, ეხლა ეს რა მითხარ, იცი? როგორ მიხვდნენ რომ ამ ბავშვებს ასაკი ქონდათ გადაკეთებული? რა მიხვედრა უნდა ირაკლი? ზოგს წვერი ამოუვიდა და ზოგს კიდე ჯარმა მოუწია. მოკლედ, ფეხბურთი კარგია, ფეხბურთი. თეთუსი აზოფიტრობდიცი ახლა. აი, სამტრედიან ხო აჩუქა ერთი ვარსკვლავი მსოფლიო ფეხბურთი. ახლა ისმის კითხვა, აჩუქებს თუ არა კიდე ორს. Good joke, ირაკლი ხოჭა. მიში კომენა. ხო გასწორს რაც გასწავლი. კი ირაკლი ბიძია. როგორც კი ბურთმა მცემენ, მაშინვე გავიქცევი მოწინააღმდეგის კარისკენ. თუ დამეწევიან და წამართმან, უკნიდან ჩავარტყავ. მე ჩემს მას მივახარე. ისე ჩავარტყავ რომ მეორეც აღარ მოუნდეს. რა საკეთე? ირაკლი, კიდე ეს უნდა კაცო ამათ, ისედაც სუჩხუბობენ, გამაგები. არა, ლაშა, გეფიცები, ეს თვითონ დაღამატეს, ეხლა ჩავარტყავ დავეხმარები, მეორეც არ მოუნდეს, თვითონ. ირაკლი, ხო წამოხვალ დღეს თამაშზე. აბა რას მნიშვნელოვანი თამაშია რა ირაკლი. ეს რო წავაგოთ ხო ტურნირიდან ვარდები. რას ლაპარაკობ? აბა წამოვალ, აბა რას ვიზავ, ლაშა ხა. ვიღაც ლუის ენრიკეს გაწვნილ ბარსელონას გულშემატკივრობდა ეხლა. ჩემი ტორონჯაძის გაწვნილ ენგურის თამაშზე. როგორ არ წამოვალ? რას ლაპარაკობ? ერთი ეს მითხარი, ტაქტიკა თუ გაქვს შერჩეული უკვე ამ თამაშს. როგორი ტაქტიკით ითამაშებ? იცი რა მაინტერესებს ეს ტიკი ტაკა გექნება, დუბლვე, კატენაჩო თუ რა? უჯარიმოთ. რა უჯარი? ასე ქვია ჩემ ტაქტიკას ირაკლი. უჯარიმოთ. აი, ბავშვები ხო შედიან სტადიონზე. ბავშვები შედიან სტადიონზე, მე გარედან უყვირი. უჯარიმო! ეს ახალია? მე ხა. ხო შენ გინდა ახალი და წარმატებული იქნება ხა. შენ მე უკვე ხედავ შენ წარმატებული წვლად. კი, შენ ბავშვთა ფეხბურთში არ დარჩები. შენ წახვალ მე დიდ გუნდებს გასვდი. აი ლაშა შეხედე. დიდ წარმატებას რომ მიაღწევ მე უკვე ხედავ ახლა შენი კარიერის ბოლოს რომ გამოდის წიგნი, შენი მემუარების ესეთი კრებული წიგნი გამოდის. არა, მე ხედავ ახლა და შენ თუ გინდა იჩქარე, თუ გინდა ინელე. ხედავ. ეხლა როგორ არის შეხედე? წიგნი გამოდის, სათაურსაც ხედავ. ლაშა ტორონჯაძე. კარიესიდან ჩემპიონთა ლიგამდე. ჰა? გამოიგონე. რა ვიცი, ეს ღია. სადრო მოვიდა. აბა რას მეუბნებით სადრო ბიძიას? გამარჯობა სანდრო ბიძია. ნახე ტორონჯაძეები იკვებებით არა? როგორ არის? ინსურშევნიაო, ხო? ია, ხო. ნახე შენი გუნდისთვის მოვიგონე სლოგანი, ძალიან მაგარი. დააკვირდი როგორ არის აზრობრივად. ენგური, ქართული ფეხბურთის ჰესი. რაშა? ახლა არ თქვა რომ ეს მოდის დღეს თამაშზე. დილით დაურეკე ირაკლი. რა ვქნა მე გულშემატკივარი მჭირდება. მოდი ხარ ესე იგი. რას ქვია მოვდივარ, აბა რა ხო იცი როგორ მიყვარს ირაკლი ფეხბურთი. თან რამდენი ხანი არ ყოფილა. აუ, იცი რა მიყვარს ყველაზე ძალიან. აი მაყურებლები იმას რო აკეთებენ ხოლმე. შტორმი ირაკლი, შტორმი რა? ვაიმე, სადრო, დედიკო, მოდი კარაქიელი გულშაჭა. აი აზრია ეს. მოდი აბა ბავშვებო, რას ვეუბნებით სადრო ბიძიას? გემრიელი მიწვის სადრო ბიძია. დაგეჭირთ და მე.
არ ვიცი მოვა თუ არა. არ დაურეკავს. არაჯერ ბატონო გოგი, მაგრამ მალე დამხლით. კარგად ზანდებოდეთ. ბატონო ნონორე, შეიძლება ხო? დავწადით. სალაპარაკო მაქვს მნიშვნელოვან თემაზე. ესე იგი, რა მინდა გითხრათ? თქვენი სიტყვათა ძვირფასი მარაგიდან ერთ-ორ მარგალიტს ხوار გამოიმეტებდით ჩემთვის. ინებეთ. დიდი მადლობა. ესე იგი, ირაკლი ჩხეიძის კლინიკის ახალი დირექტორის მოადგილეს ტექნიკურ დარგში რაღაც დეტალები აინტერესებს. ესე იგი, რა მევალება, რა ფუნქცია მოვალეობები მაქვს, ხო უნდა ვიცოდე, მე ძალიან პასუხისმგებლიანი კაცი ვარ, რომ იცოდეთ თქვენ. ესე იგი, კლინიკაში არსებული ტექნიკის მონიტორინგი, უნდა გაარკვიოთ ექსპლუატაციის ვადა, ცვეთის ხარჯები, ვინ არის მომწოდებელი. რაიმე, 2 კვირა მომეცით და ვინ არის მომწოდებელი კი არა, მომწოდების ნათესავი ვინ არის, საიდან მოდის, რა უნდა, რა მიზანია თავისა. ესე იგი, ყველაფერს გაგირკვევ დეტალებში ზეპირად მეცოდინება 1 კვირაში. წამლის დისტრიბუტორებთანაც გექნებათ შეხვედრები. ინგლისურად ხომ ლაპარაკობთ? დედა, ვილაპარაკებ, არ გავჩერდები, ახლა რა აზრს გამოიტანენ ეგარი საქმეთორე მე. შესაძლოა რაღაც საბუთებზე ხელის მოწერაც დაგჭირდეთ. ხელის მოწერა მე რო ვიცი ისე უნდა. კი გენაცალეთ თანახმარ, მაგრამ რა მაინტერესებს იცით კაცო? ამდენი საქმე თუ ეიტბეთ, რა მდივანი გოგო აგვეყვანა რა იქნებოდა. გამარჯობა. ერთმა გამარჯვებული კატაროს შენ გენაცალე ისე უცაბე და შემოვედი დამავიწყდა სამის და რა მინდა იცი მე თქვა რაღაცა უცნაური კლინიკა კაცო ძღოლი თქვენ არ აკავთ დივანი თქვენ არ აკავთ ის კი და გუშინამდე მეც კი არ მოკლედ არ ინერვიულოთ თქვენ დივანი იქნება გვეყოლება არ იქნება 1000 ჯერ უთხარი ირაკლის ავიყვანოთ მდივანი მეთქი და მაინც არაო 1000 ჯერ ცაცაკეთქვა კი არა ერთიანად უნდა შეურიოთ ძალა ერთობა შეო ხო გაგიგიათ შეძახილმა ხმე გაახმო ირაკლის 1000 ჯერ მეთოდით ხას ვიცოცხლე მაგრამ კი შეგნებული ბიჭია და უარს არ გვეტყვის მაგრამ რანაირი კლინიკაა კაცო დავდიოდი ვიფიქრე დავათვალელებ გულს ესე ამონება თქო შევედი მეორე სართულზე გამინათე აგული შევედი მესამეზე ვიფიქრე მეოთხეზე წავთქო და აბედი და სადაც არ არის დედა ეხა რო თქვი არ არისო თქვენი პირველი კვარი დამიდგა თვალწინ სპექტაკლი პიროვნება ერთ სიტყვათა და კაკალგურში გაარტყავდა რო ფიქრობ ახლა ჩემთვის მე ესეთი ნათელი ადამიანი არ მახსენდება რაღაცა განსაკუთრებული ინდივიდი იყო პერსონა და დიოდა ქალაქში აბა მესამე კვარს კი არ გავდადე და რაკმედი იყო თქვენი კვარი რო დააღებდა აჩერდებოდა ისე ჩვენში დარჩეს და ბევრი ლაპარაკი მე სხვისი კი არა ჩემიც მე არ მიყვარს და არ შემიძლია აბა წავედი თქვენ არიან რომ დივანი გვეყოლება ნათელი გეფიქრა გამარჯობა თეო მატა რა საკეთებ ოთო მესიჯი მომწერა და მაინტერესებს ბოლოში რა წერია აჰა ამ ხელა ტექსტი დაწერა და ბოლოში მაინც არ დაავიწყდა მიეწერა ჩემო სულის კოკობო ხოწე მომიწერა ბებიომისის დასაფლავებაზე რა ხდებოდა რა უნდა მოგიყვა ხა წავედით ნუგოს მანქანით უკან ვისხედით მე და ოთო წინ ნუგო და ნუგოს ზღვის კოჭი ეხა 40-იც დაპატიჟებული ვარ წლის თავზეც და რამოდენიმე თვის მერე კიდე რაღაცა საგვარეულო შეკრება იგეგმება და იქაც დაპატიჟეს რაღაცას უნდა გავაგებინო ამბიც რომ თავისი ყურადღება ვინმე სხვაზე გადაიტანოს რა და რო უთხრობ წვეთ შენთან ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაიწყე ხო და კაია ბაპაკა კაი რა გჭირს თეო მე რა მჭირს ნატა და ერთი ოთო დადიოდა ამბარში და რო გაწვით ურთიერთობა მე რა ეგეც აღარ იბლის ისე დღეს იყო ვინმე კი ერთი ბიჭი იყო შეყვარებულთან ერთად მოსული მაგრამ ისეთი მორცხვი იყო რომ ვერაფერი ვერ შეუკვეთა და წავიდა და გუში ხო საერთოდ გავგიშდი არავინ არ იყო ესა მივიდოდი ცარიელ მაგიდასთან უკაცრავად რა სიმეღებთ მე დავჭდებოდი აუ ერთი ყავა თუ შეიძლება და ესე მთელი დღეს ვამდი ყავას ოჩა და ნატა მოგონი ყავა უნდა გავაიაფოთ გავაიაფოთ კი არა იცი რას ვფიქრობ რაღაც აქცია უნდა მოვიფიქრო აი მაგალითად ყველაზე მეტ ფულს ვინც დახარჯავს ერთი კვირის განმავლობაში ჩვენთან იმას ვაჭიკოთ 50%-იანი გაზაკების ბარათი ვაიმე ნატა ძალიან დიდი მადლობა შუაში ანუ გუში რაც დავხარჯე ნახევარს უკან დავიბრუნებ ხო ყავა გამიკეთე რა თქო აჰა ჩემო სულის კოკობო დღეს მექნება ბედნიერება თქვენ თვალთა ხილვისა
მოვა. და შენ გონია რომ ესე უბრალოდ მოვა? ჩემი აზრით შემოფრინდება. ან გაჩნდება. ან ჩამოვა ზემოდან. მადლობა თეო. ნატა. აი ესეც ანგარიში რა. რა ვქნა ხო პირველი კლიენტი. ციფრიჩა მომიგი ცეცხლი დამინდეთ ახლა. ო. ლაშიკო მიაკვარ მოგეშინია. მიაკვარ. სად ხართ თქვენ ამდენ ხანს? საყვარს და ჯერ ფენოვანი მაყიდინა, მე ლიმონათი მაყიდინა და ჭამდა და ველოდებოდი. გამომართ. უნდა გახდეს თუ არა საქართველოს ექსპერიმენტის ქვეყანა. რატო უნდა გახდეს რა? გასაგეთ, კაცო. შენ არ მომეცი წაიკითხე. მე ისთვის მოგეცი სკამი ჭუჭიანია და დაიფინეთ ხო, რას კითხულობ? გეთქვა. გაინძერით, კაცო, გაინძერით, რაღაცა გააკეთეთ, ისე მაინც ირბინეთ, ა? ირა. აი ხა ამ თამაშის ყურებას ის არ ჯობ და შენთან რო უყურებდით მაშინ ბასარიანი. ვაიმე სანდრო, გეხოცები მაყურებინე რა, ის რომ აყიდინე, ჩაბერე მიდი, ჩაბერე. ნუ დაჭალეთ ეგ ხაზი. გააჩერე შენს კიდე შეეშინდა ბავშვებს ხო ხედავ რა. ნუ გაჩერდი სანდრო. გაიქეცი, კაცო. გაიქეცი ახლა. არა, ცელოფანის პარკი რო გაგასწრებს ფეხბურთს. 7 ნომერი უჯარიმოთ. გაეხსენი. გაიქეცი. გოზინაყი. რა გოზინაყი ლაშა? კარგი რა ქეთებანა, კარგი რა. 9 ნომერი გაეხსენი. მამიკო! კარგი რა ქეთება, რას ნუ უყვირი რა, მთელი თამაში არაფერი გაუკეთებია რა. რას ქვი არაფერი გაუკეთებია? ცოცხალ კედელში ხო იდგა? ირა. ეს თამაში ახლა იცი რომელ ფილმს მაგონებს? ფეოლას? არა. ბურთი და მოედანი? არა კაცო. აბა პირველი მერცხალი? რა შუაშია ირაკლი რა გჭირს? აბა რომელ ფილმს გაგონებს? სხვისი შვილები. რა სხვისი შვილები? აი ხა აქ რამ გაგახსენა, სანდრო, ნუ გამაგი. ირაკლი, შეხედე რამდენი სხვისი შვილი დარბის, ჩემი რომელიმე. 10 ნომერი დაარტყი. მაგას არა, მამა, ბურთს დაარტყი. როიტეხე ეს მუსიკა. შენი შვილები ვლე შეგეყვანა კრივზე. კარგი რა ირაკლი რა. აი მისცეს ყვითელი ბარათი, კარგი რა დედიკო რა. რა ყვითელი ბარათი გეთევა? რა ყვითელი ბარათი წითელია ეგ. დაიწყე ხლა შენ წითელი ყვითელი. შენი მოსაწონი ფერი ხო ვერ ნახე რა. არა, შეხედე რა. იჩხუბა და გამოაგდეს რა. მოდი. მოიცა სად მოვიდეს, ოფლიანია, ბავშვი გაცივდება. პირდაპირ გასახდელში წადი, დედიკო, გამოიცვალე, გაცივდები, გასახდელში, დედიკო. გააგდეს და დავჭით 10 ხა. როგორ უნდა მოვიგოდეს და? ირაკლი დამიჭირე ერთი წამი და ტრენერ, მომისმინე, მოიცა კაც ჩარევაა საჭირო ეხლა მოხედავ. რა არის ეს ისთვის გაკაზი? цаრიელი როა. კარგი რა სადო, შენი თავი მაგათლა. მომისმინე ერთი შეხედე ეს 7 ნომერი რო ტყავს აქ აპორნა დაყენებული ვერ ხედავ რომ სწრაფია გადაწიე რა კრაიზე ჩაწოდება ეხერხება ეს 5 კაცი დაცვაში რადგინა ეს ამოწიე აქ გადადი ზონალურზე გაიგე ეს კიდე აქ რო ყავს ტყილა ესეც კრაიზე გადაწიე და ეს ბიჭი 5 ნომერი შეწიე ცენტრში გაიგე გაშალე თამაში აჰა მიდი მართალია ხოჭი 7 ნომერი მოდიეთ 7 ხარ შენ ა აღარ მთავრდება დაიღალნე რა ბავშვები. აი სანდრო, შენი ბრძნული ტაქტიკა გამომიხვედი აქ ფერგიუსონი. ირაკლი, მოიცადე რა, ჯერ ურემი გადაბრუნდეს და გზა მერე გამოიწვია. 5 ნომერი შენ თავზე აიღე. ყოჩა 5 ნომერი. გაიქეცი 5 ნომერი, გაიქეცი. დარტყი 5 ნომერი. მარჯვ 5 ნომერი. ბოდიშ 5 ნომერი. ყოჩა 7 ნომერი. გაიქეცი. მიეცი პასი. მიეცი 9 ნომერს. მიდი. დარტყმა.
ოჩახ სანდრინიო ოჩახ შენ მახარაძე აღარ ხარ დღეიდან შენ ხარ დღეიდან სანდრო ფერგიუსონი ირაკლი ეხლა ჯერ სადა ხარ ეხლა მოცეკვავე გოგონები გამოვლენ მე რატომ დუმს დღეს ბულბული? რატომ და ხალბატონო მანქანა ხო ჩამომდის და ხო როლოდები და ხო ამოწვევდი ყოველ დღეს ად არის რა შევა როდის ჩამოვა ხო და გუშინ ღამეში ამოწვევ და მანქანა კი არა მთელი გემი გაქრა როგორ თუ გაქრა? აი გაქრა არ სად არის ვერსად ვერ ვიპოვე სად არ დავრეკე ყველგან დავრეკე იმ კომპანიაშიც დავრეკე გადამზიდ კომპანიაში იმ პორჩიც დავრეკე ბოლოს სადაც იყო არავინ არაფერი არ იცის ბოლოს არისას დაურეკე ანის რატო ხო დაურეკე? რა მაინც არ მეძინებოდა ვიფერი მოვიკითხავ იქნებ მეკობრეებმა მოიპარეს შენი გემი. კარგით რა ხალბატონო ხმელთან შუაზღვაში მეკობრეებს რა უნდა? ეგრე შენც რა გინდა მორგში, მაგრამ ხო ხარ. ესე მართლა რა უნდა მოსვლოდა ამ გემს, საულა წასულიყო. იძირება გემი გოგი როგორ ახარ გენაცალე რაო ბაბუა შენა რაო რა თქვა რო გაიგო შენი მანქანის ამბავი ბაბუა ჩემი რა სიტყოდა ეხა შავმა კატამ ხوار გადაუცურა გემს წინ რაღაცა უცნაური ხალხი არიან ნონორე გენაცალე როგორ ახარ შემომხედე ერთი თეონა დავითაიას დაანახა ჩემი თავი 6 წელი აბარებდა სამედიცინო ინსტიტუტზე და არ დაცავდა იმ საწოდას შეხედე როგორ ხიალებს ციბრუტივით მერთო მატერიალი მრავალჯერია მოკლედ არ ინერვიულო შენ დივნის საქმე მოგვარებულია როგორ? დავიყვანე აიყვანე? კი კაი გოგო ირაკლი? რატომ და ირაკლი ამ პატარა საქმეზე ირაკლი შემაწუხება მწვიმალი მაგრამ ხელმოწერა და ერთხელ დაუჯერ მომიწერია ხელი ირაკლის მაგის მაგრამ ხელფასი საიდან უნდა გადაუხადოთ კაი ამას გეტყვი მადლენასთან ვიყავი ახლა ჩასული ბუღალტერიაში როგორ მოვხეთ მოტეკელა საწყალი მოკლედ მძღოლი რო ყავდა ჩვენ რაღაცნაირი უჟმური კაცი რო იყო მახო მალხაზი ხო გახსოვს ეს მალხაზი თურმე კატრონული იყო იღებდა აქცევდა ამ საუკეთესო კლინიკას ფულს ჩუმად და არ აცხადებდა ეხა იმას ხელფასს შემოვაჭრით და გადაურიცხავთ ამ ახალ მალხაზი იღებდა? აბა ჩუმად არ იღებდა ხმას სასიკვდილე მართლა? იძახი ხა მართლა და გამარჯობა რო გეუბნები ასე შენაც საქმე აღარ გეკნება დაჯექი გენაცალე იბანტე ვარდები იყავი შენთვის ქსოვე კერე რაღაცა კომპიუტერით ჩართე გაეთამაშე თამაში რაღაცა შეფერდები რაღაცა აკეთე გასახსენებლის მეტი რა კაც გაიხსენე ზოგი ცოცხალი ზოგი კვტარი 1 2 3 4 აბა კარგად იყავი გენაცალე ნახავ ის ბედნიერებას ალბათ საჩუქრების მაღაზიაში დიდი რიგია და მაგიტო იგვიანებს. ხო, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საჩუქრების მაღაზიაშია დიდი რიგი და არა ცხოველების, ფრინველების ან კინაკავეული. აუ ნატა ვიფიქრე და მივხვდი რომ ოტო თოვლის ბაბუას ჯობია. რატო? რატო და საჩუქრების თვითონ მოაქვს და ლექსაც თვითონ ამბობს. ერთი ჩვეულებრივი უბრალო ბიჭი. ერთ უმშვენიერეს, ულამაზეს, შავგრემან გოგოს ეძებს, ნატა ქვიაო ამბობენ და თქვენ გზანდებით? მოხედიათო. მე არსადაც არ წავსულ ვარ. ჩემი ფიქრები მუდამ შენ დაკტრიალებენ. გამარჯობაოთო. გამარჯობაო. ოდო. წამოდი დასხოთ. წამოდი. ამას ბებია მოუკვდა თუ შეეძინა? სიმოიც გაიცნო და გინახოთა. ოდო. არ გინდა შენი საყვარელი ადამიანი დაპატიჟო ყავაზე, ჩაიზე, წვენზე. რა თქმა უნდა. და ხაჭაპურზე, პიცაზე ან სალატზე? წვენი მოგვიტანეთო. როგორც წვენი მოგვიტანე, წვენი. ოთო, ისე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან. თუ გინდა უნიშნელო იყოს, მაგრამ თავარია საქმე ხომ გაქვს. ხო. კი. იცი რა არის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ყურადღებისთვის, საჩუქრებისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ საჩუქრები ძალიან ერთფეროვანია. კი, მაგაში მეც გითანხმები. ხო, ვიცოდი რომ გამიგებდი. მე შენ ყოველთვის გაგიგებნა და. ხო, აი მეც
ფიქრობდი ხوار შემოვფრინდე. დავჩუნდე, ზემოდან ჩამოვიდე მეთქი, მაგრამ სულ სხვანაირი სიურპრიზი მოგიმზადე. რა სიურპრიზია თო? მაესტრო! ნუგო? თუ წარმტაცი ხარ შენ როგორც გაფრენილი ხოხობი ჩემი გულის ვარდი შენ ხარ ჩემი სულის კოპობი გეყურებ და საგზლად ისე ფანტაზით მოსმატა სულის ვალკობს ნადარებო შვენიერო ნადა სულის კოპობს ნადარებო შვენიერო ნადა ამის შემდეგ ჩვენი კატა ერიდება ძაღლებს თუთიანად მოიცევა ხელს ვერავინ ახლებს ამის შემდეგ ჩვენი კატა ერიდება ძაღლებს თუთიანად მოიცევა ხელს ვერავინ ახლებს მენად ამდენი ხალხი ბარში არ მახსოვს. რაიმე სანამ ოთო სიმღერას დაიწყებ და ერთი კაცის კი არ იყო და ეხა შეხედე რა ამბავია? გაოცებული ხარ, ხო? გაოცებული კი არა, თეო სულის კოდობია.